City-ს რო 167 იურისტი ყავს და 200 სამხმერო ხონა აღძრული და რომ ყველა დაივიწყა აბსოლუტურად FIFA-მ თავიდან ბოლომდე და ყველაფერი და არავინ არაფერს არ უჩივა რეალურად ბუნდესლიგაში გარ გავუვიდოდა. რომელ ადგილზე იქნებოდა ბაიერნი ტოპ 5-ის სხვა ჩემპიონატებში რომ ეთამაშა? ლა ლიგა. რა კითხვა ხა ეგ არის ესე ანუ პირველზე 8 გოლს გაუტანდა და ყველა ლა ლიგის გუნდს 3-ის გარდა რა და მაგიტო. პრემიერ ლიგა? პრემიერ ლიგას წყარად მოიგებდა. მაგრამ გინდა ხატო მოიგებდა წყარად. იმიტომ რომ ერთ-ერთი ფინანსურად გამართული გუნდი იქნებოდა მთელ პრემიერ ლიგაში და მაგიტო. კაი მოდი პირიქითაც ვთქვათ. რომელ ადგილზე იქნებოდნენ ტოპ 5-ის პირველ ადგილოსნები ბუნდესლიგაში? მოდი მარტივად ვთქვათ რა. ვერც ერთი ესპანური გუნდი, ვერც ერთი ინგლისური გუნდი, ვერც ერთი იტალიური გუნდი და ვერც ერთი ფრანგული გუნდი ბუნდესლიგაში ტოპ 5-იც ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ წესები ბუნდესლიგას ფინანსური სხვა აქვს. ეგ ავიწყდება ყველას აბსოლუტურად რა, რომ რამდენი გინდათ ფული ასხი ყველა ლიგაში მოსულა, ბუნდესლიგაში არ მოსულა ეგეთი რაღაცა. 700 მილიონიანი ვალებით ხო ბუნდესლიგაში ვერ ითამაშებ. ჩამოგწერენ უბრალოდ. მატჩს რო უყურებ და FIFA არა მარტო შენის ფეხბურთი და გაინტერესებს ფინანსური მხარეს და მენეჯმენტიც ვერც ერთი გუნდი ვერ იქნებოდა ბუნდესლიგაში პირველ ადგილზე, ვინც სხვა ლიგებში პირველ ადგილზე, იმიტომ რომ ყველა არის კორუმპირებული, ყველა არის ფინანსებით ისა. City-ს რო 167 იურისტი ყავს და 200 სამხმერო ხონა აღძრული და რომ ყველა დაივიწყა აბსოლუტურად FIFA-მ თავიდან ბოლომდე და ყველაფერი და არავინ არაფერს არ უჩივა რეალურად ბუნდესლიგაში გარ გავუვიდოდა. არც არაბული ფული გავიდოდოთ, არც ის გავიდოდოთ რეალს რო შეუძლია რომ ხელფასები იხადოს გიჟური. ესა ჩემი რენტი. ხადაგება, გინდა და მოისმენთ, გინდა არა, მაგრამ ბუნდესლიგაში ვერც ერთი ევროპული გრანდი ვერ ითამაშებდა ბაიერნის გარდა. იმიტომ რომ ბაიერნი ერთ-ერთი გუნდი, რომელსაც ფინანსურად გამართული მოდელი აქვს. რა, აი გაი ნამდვილი ფეხბურთი თუ გაინტერესებთ. თუ ნამდვილი ფეხბურთი არ გაინტერესებთ და ვინმე გოლს გაიტანს გაინტერესებთ, ყველა რეალის ბარსაც და ისინი პირველ ადგილზე იქნებოდნენ.